Peki, ayakları var. Sonra კი. როგორც კი გამოხედინეთ, აქედან მაშინ დაიწყო სიგნალი. ოთახში ხარ გეცეცა და ჯერ ეხლა შუქი გამორთოს შეიძლება დავაბუდოთ იქნება. ხო. კი. Andronde, საერთოდ არსად არაფერი არ გამოჩენილა. Ჩაიხარული დრო. 3 საათი ხდება. საათია 25 წუთი. ყველა არ მithქვია ტრენერობა 3 საათი შოღამის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად მაგ პერიოდში ხდება რაღაც მოძრაობა აი კუთხეში. პროექტორი სკანირებს. მეგობრებო 4 საათი დაიწყო უკვე კონკრეტულად რო დააფიქსირე 4 საათი ხდება. ანდრომდე ესე იგი რა გვაქვს ხელში შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს ფოტომგეცებულებები რეალურად სადაც ჩანს რომ გამოჩნდა შავი ფიგურა აი ამ ოთახში მოვალეობთ საძინებელში სარკეში პირდაპირ. ასევე გვაქვს კიდე 2-3 ფოტო, რომელიც სახლიდან ამოვიღეთ ამის გადაღების პროცესში და არის საერთო კადრები ძალიან. ერთი არის იგივე ამ ოთახში რომ სხვა ადგილზე დაფიქსირებული მამაკაცის სახე და მეორე არის სამზარეულოში მაცივარზე არის გამოსახული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ვამტკიცებთ იმას, რომ ეს 100%-ით არის, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც შავი ფიგურა ჩანს სარკეში. კარგით, მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ უკვე რომ დეტექტორებიც ასე ვთქვათ პასიურ ფაზაში შევიდა უკვე კვეთრად სახში მოძრავი ასე ვთქვათ სული ერთ ადგილზე ნახავთ დაფიქსირდეს აქ შემდეგ განათავსეთ დეტექტორის ზუსტად მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი არ შეიძლება და იმისათვის რომ საბოლოოდ დამტკიცდეს სახში რეალურად რა ხდება თუ ბოროტი ძალები არიან სახში მაშინ კადრებსა და ნაგვართ განთავსებას რა თქმა უნდა არ დაუშვებენ და ნებისმიერ შემთხვევაში შემოგვეწინააღმდეგებიან. ჩვენ ზუსტად ეგ მინდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით რომ ბოლოტება ვერ იტანს სიწმინდეებს და მით უმეტეს მისი არსებობის შემთხვევაში ბუნებრივია რომ აქვე ან ჯვარი უნდა ჩამოგვიგდოს, ან ხატი უნდა გადმოაგდოს, ან ადგილი შეუცვალოს და ასე შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს უკვე ბოროტის სულის არსებობა სახში თუ კი ის ეხლა ამ დრომდე თქვათ სახშია, მაგრამ არ აღწევს. მხოლოდ ამ შემთხვევაში რატო? იმიტომ რომ ვიცით რომ ბოროტი ძალები ძალიან ცბიერი და მათ ყარა ძალები არიან, რომ გონია რომ არაფერი არ ხდება, სწორედ მაშინ ხდება. შესაძლოა ახლა ამ პროცესმა რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, აბსოლუტურად შესაძლოა ყველაფერი, ანუ ხატების გამაგებას ფოკუს დიდი აგრესია, ამისგან დაზღვევლები არ ვართ, ყოველ შემთხვევაში ნახოთ, წინასწარ მოვლენებს არ გავასწროთ. და ერთ პოლიციაში ფაზა იწყება ახლა, ეს არის უკვე სიწმინდეების შეტანა მთელი სახლის ტერიტორიაზე განლაგება და შემდეგ დაკვირვება რა მოხდება. ეს აუცილებელია
კვლევის პროცესში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ადვილად მოთხოვდეს ექსპერტი იმაში, რომ ბოლოტმა ძალამ ის გააცნოს თითქოს და ის ყოფება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ ვაძლევთ, აქედან გამომდინარე, მას არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ დაიმალოს და წარმოაჩენოს თავისი თითქოს სახში არაფერი არ ხდება. დავიწყოთ შევიდანთ ხალხი. და თავსოთ აი ამ ოთახში სადაც გამოშვეს ფიგურა. ეს ზუსტად იმ სარკის წინ. ნახეთ ხა. ეს სარკი. აქტიური სარკია და არ უნდა ხოლოს გაზარკილი ხოლოს. ხედავთ, ხო ჩანს კაცშორეთ. კი. ხატი და ჯვარი განთავსდა ამ ოთახში და გადავდივართ ოთახში. განსაკუთრებით დიდ ხატებს შევიტანო ბავშვის ოთახში ერთი და შემდგომ შეიტანო გალობანი სადაც არის ოთახში აუცილებლად იმიტომ რომ ამ პროცესში მას ვერ ავუტოვოთ ყველაზე აქტიური ოთახი სადაც ყველაზე მეტი სული ასე ვთქვათ შეგინებები გვაქვს მოდი რამე წავიდეთ ან არ სწორედ წინ სიგნალი შეიძლება მანაცვლოდ საგანსი არის დავაფიქსირე? კი. ეს არის ბავშვის ოთახი და ამ ოთახში მოხდა სწორედ იმ ვიდეოს გადაღება, სადაც სული ეუბნება, რომ რას მიიღებ. რა თქმა უნდა, ეს კადრიც ჩაკერდება ამ დოკუმენტურ მასალაში. თუ რა პროცესებს საუბრობთ, ამას აუცილებლად ნახავს მაყურებელი და თავის ყურით გაიგებს კიდეს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ორიგინალ კადრს დავდებთ და შემდეგ კიდე შენელებულ კადრებს, როგორც მეტი დაზუსტებისთვის, მათთვის ვინც გამოტოვებს ამ მომენტს და ყურადღებით დააკვირდეთ. სასურველია, რომ ყურცასმენები გაიკეთოთ და ყურცასმენებში მოусმინოთ ამ შემთხვევას. და შეხვედრა გადაიღო მონის სცენარი არ გადაიღო შეძლებ ხო აი უბრალოდ და წაი კამერა ამართლა კამერა შედება აი ფანჯის საფორით მოთხოვს ფანჯის მე რადიატორზე და აი ჯობია ვა ჯობია აკა ერთი წამდი მაცადა
მოვათავსე ხატი უკვე. მომეც ჯვარი. Okuyuyoruz. Ayakta. ეხლა სულხანი ჩავჭით როდის მოშე ამოთო კამერა მიგრაცი რომსკი სულად ჩავყავ სინათლეს კამერა ერთი წუთის განმავლობაში მუშაობს ეგე ისე სულსიბნა და გავიდა სავსოთი რაც გამოთავსეთ ხატები და ჯვრები. ეხლა მივდივართ შემოწმებაზე და პარალელურ რეჟიმში უკვე დედექტორის მაქვს. მოდი ვნახოთ შეიცვალა თუ არა ადგილი სიზმრებმა, გადაადგილა თუ არა რამე, ან ჩამოაგდო თუ არა
ხატიან ჯვარი რაიმე ძალა. თუმცა აბსოლუტურად მშვიდობა გვაქვს ამ დრომდე არ შეინიშნება სახში არანაირი ხმები, მაგრამ მოდი დავაწყობთ იმაში, რომ ნამდვილად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩანს მოგალოს. ამ ოთახში ყველაფერი ზუსტია. აქ თავისთავად ზუსტია. რასაკვირველია. როგორც ხედავთ, რაღაც წესებშია ყველაფერი. იქ შემოსება. მშვიდობა აქაც. აქაც მშვიდობა. მშვიდობა. აქაც ბავშვი თაფი დაგჭირ. მშვიდობა. აქაც ყველაფერი წესრიგშია. ერთი ზამი იქით გამიში კუთხეში. სული აღარები, თუმცა ადრე როგორც გითხარი, არავის უნდა გაისწოროთ იქ კუთხეში. მშვიდობა. ესე იგი, ამ ფაზამ გამოგვლევის გვაჩვენა რა? ამ დრომდე სახში არანაირი ხმაური, არანაირი აგრესია და არანაირი თავდასხმა წმინდა ნივთების მიმართ არ განხორციელდა. ეს უკვე კარგია, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაც ჩვენ მოგვიყვნენ ოჯახის წევრებმა, რომ ერთ-ერთ ქალბატონს თავს დაესხნენ რამე რომ ძინავდა, მამა ეძინა უბრალოდ მოგდით. რამე რომ ეძინა. ეს უკვე აგრესიული ქმედებაა, მაგრამ დღევანდელი ღამე გვაჩვენებს იმას, რომ სახში აბსოლუტურად მშვიდობაა და ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თუ ბოროტი ძალა გაერიდა ტერიტორიას ჩვენი ახლოსვლის შედეგად, მაშინ ის დარჩება სამუდამოდ გარიდებული, რატო იცით, რომ ეხლა უკვე ვიწყეთ სახლის კურთხევას და ზეთისხებას, წინა მირონით და წყალკურთხევით და რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ბოროტმა ძალამ იცის, რომ ამ სიწმინდეების გამოყენების მერე მას არანაირი შანსი აღარ აქვს უკვე რომ დაიწყოს ბრძოლა, არამედ უკვე იმ პროცესში სანამ ეს მოხდება, მანამდე აქვს ჯერ კიდევ ძალა იბრძოლოს, მაგრამ წყალკურთხევის წმინდა ზეთისხებისა და ლოცვების შედეგად მას უკვე არანაირი შანსი აღარ რჩება იმის, რომ ამ ოჯახში კვლავ დამკვიდრდეს, ამას ყურადღება მიექცეთ. ასე რომ ბრძოლის მომენტი სწორედ ის არის, როდესაც ხდება ხატებისა და ჯვრების განლაგება და ჩვენ უკვე ველოდებით მისგან საწინააღმდეგო ქმედებებს თუ კი საერთოდ აპირებს ბრძოლას, ამ შემთხვევაში სწორედ აქ უნდა იბრძოლოს. მაგრამ ჩვენ მშვიდობა გვაქვს სახში და უკვე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გადავიდეთ ზეთისხებაზე და წყალკურთხევაზე, რათა სამუდამოდ დამკვიდრდეს მშვიდობა ამ სახში და მშვიდობა ამ მაცხოვრებლებს შორის. რათა არავის არაფრის აღარ ეშინოდეს და ის ძალა თუ კევდესმე ასე ვთქვათ დაფიქსირებულა და ბავშვი დავიცით და ვიდეო მასალიდან რომელიც გადმოვიზამდა აუცილებლად ჩავდით მასალებში, მანამდე ხდებოდა რაღაცეები. ჩვენი გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა პასიურად, მომდევნო დავარქვათ, იმიტომ რომ აგრესიული ქმედებები არ იყო და
ინტენსიურ გამოვლენებს ადგილი არ აქვს საერთოდ სახლის ტერიტორიაზე, მცირეც რა თქმა უნდა აქვს, პრინციპს ვიპოვეთ ძალიან ძლიერ მოქმედი სარკე, რომელიც დამნაშავეა პირდაპირ ვიძახი ამოწმინდური ძალების გადმოსვლაში ამ სახლში. რა თქმა უნდა უკვე ვიცით რომ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სარკის გადანა არ მოხერხდება ფიზიკურად არანაირად, ამიტომ მისი დაბლოკვა სრულიად შესაძლებელია და სარკის დაბლოკვა ხდება დღეღამის დაბნელების პერიოდში მისი ნაჭრით დაფარვა ან რაიმე ისეთი საგნით, რომელიც გამტარი არ არის ანუ. მეგობრებო, იწყება ზეთისხება, ეს გახლავთ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქრისტეს საფლავიდან აღებული წმინდა მირონი და თავისთავად უკვე მთელ სახლს ჩავსვათ ჯვრებში, რომელიც შესრულებული იქნება სწორედ ამ წმინდა მირონით. და რა თქმა უნდა, უფლის მიმართ რწმენით, ვინაიდან სხვა შემთხვევაში არანაირი მადლი არ აქვს სიწმინდესზე, არ არის საუბარი. მადლი არ აქვს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს შესაბამისი რწმენა და არ წამს იმისას საკითხს. ესეც დაიმახსოვრეთ. რწმენა უდიდესი ძალა და უფალი გვეუბნება ჩვენ. ნეტარ არიან მორწმუნეები. რატომ? სწორედ ამიტომ, რომ ვისაც წამს, რა თქმა უნდა, მას გადაეცემა მადლი უფლის. Upolo Jezu Chryste odwrócił przygotowanie święt. Upolo Jezu Chryste odwrócił przygotowanie święt. Upolo Jezu Chryste przygotowanie święt. Apud Chesachliegi, Swina Mironic, Naoczmuna. Nawet tu ranny rozpalony woroty. Dajem podrosać byli częściowo same to upolo święta. Gdy mama sada dwie sada Swina Zesusa da Tamara wyzdał komitet sam de amin. Apud Chesachli, Naoczmuna. All is also the one which we to share it. I'm from the jail. She had a spell secret to me. The fish market always pushing us. Jwary specjalnie sarkę zegantost. Mitoro bez sarkę. A po sam sarczy dopiero outside. Jest rozkład sarków did it's me do jobs. ამიტომ პირდაპირ საბრძოლოებრივი ჯვარი, თუმცა კედელზე სავსე თავში. Upolo Chryste odwrócił przygotowanie święt. Mogli się zdało się upolony to się wysał. Czekałem przygotowy do pochwały się było to jest. Dlatego ksiądz to się olta bolot. Okej, cały danku do księży, danku do jamudziarszy, a pod Igi, a pod ol, maczowy, tak, nie wiem. Księcha upalona tyciami, sypali cień, dała cień, potem na cień upała. Gdy go mamy sobie do dwudziestego trimestru, są startowane, są dane. Upolo Chryste odwrócił Upolo Chryste Umadrowali się, nie dała się nie koło, a to są kliegi, co to jest święta. Ile się sami pisać. Mamy się pisać, a szuli się nie pisać. Ramy nie mogły, bo ja sam pisać, ale dało mi do źródła, maczowy tam, a teraz dam. Święta to biorą upał. Ile bo mamy sobie wysy, to jest zawsze się oddawało, by dał wrócić, nie sam biorą. Amen. Upolo Jezu Chryste odwrócił Dlatego, że co to mówi się specjalnie. Przygotowanym się Mikołaj. Odmazem mały budowa się. Mamy tu budować olta bolota, i nasze darby się jest materiał, tu upalę cięte. Gdy bo mamy sobie wzrysę, to jest minna zesłuca, bo mamy robić ta upomitu, który są dejami. Oczywiście faceta silnego, faceta silnego, sucho silnego, faceta silnego, faceta na sobie wyda. Uliczenie osoby samochodźne, to jest stanowi to silnego. Nie to stanowi to na przyjęto na naszego uwagi, czyli na sester samych, wysłać silnego opisania. A but Chrysta, kiedy sam mamy sata, zisa, to sulica, tymisa, to sata, diametru,
განიდევნის ყოველი ბოროტი ამ საფრისაგან და დამკვიდრდეს მშვიდობა რამე თუ უფალია ჩვენთან. ამენ. Upalo Iisus Hristos Deochtisa მომართად გაჭირების ჟამს უფალო მომართე ხელი მოგიტევეთ წოდები ჩემი და შეგვინანე ყოველი შეწოდებანი ჩვენი რამე თუ ჩვენ ჯერა და წამს შენი რუს ჭეშმარიტი ღმერთის როგორც წმინდა სამების და ერთიანი ღმერთის და განიდევნოს სახელისა მამისათა და ძისისა და სულისა წმინდისათა ყოველი ბოროტი ამ სახელისა და რამე თუ დაიბგრო ნადილი მათ ვინაიდან უფალია ჩვენთან. ამინ. Upalo Iesu Hristos Deochtisa შემიწყალია. შეიძლება ყველა უფალო რამე თუ ხოლო და ასე გადავრჩებით და ხოლო და ასე მოგება შანსი შენამდე მოსვლის უფალო ჩვენ ამის ჯერა და წამსი ჩვენი ძლიერია ღვთისმ მიმართ. ასე რომ მოგმადლე მადლი შენი ძალა შენი უფალო დაისავე ყოველი ჩვენთაგანი ფილოსა და უკლავი ბოროტებისაგან და მოგვეცით ძალა ვებრძოლოთ მათ შენი სახელით რამე თუ მხოლოდ ნათქვამია ჭეშმარიტად განსხვავებული სიტყვები ღვთისაგან შენისა რომ მოსიტანა მარხით განიდევნება ყოველი ბოროტი და განიდევნოს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით ყოველი ბოროტი რამე თუ ვერ დაიმკვიდრო მათ სამკვიდრებელი ამ სახლში და ვინაიდან უფალი იცავს მას. ამინ. Maciej, Sandra. Ja, tak. Odstawię recenzję. Upalo Jezu, Deochtisa. Deochtisa to wreszcie się nauczyłem sobie tyle. No ma tak, da sachmarę dla to. Განიდევნის ყოველი ბოროტი ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით და დაიბგრონ მათ ადგილი სამსამოსი შინა რამე თუ უფალი იცავს მათ განიდევნის მამის ძისა და სული წმინდის სახელით და ერას დროს შემოიდნენ აქ და გამუდრეთ მშვიდობა სამსამოსი შინა ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით. Mamo ჩვენო რომელი ხარ სათავშინაც მინდა იყოს სახელი შენი მოვედის უფევა შენი განება შენი და სათავშინა ისა ქვეყანასა ზედაპირ შენი ასობისა როგორც ჩვენ დღეს და მომენტებთან ამიგდით ჩვენი და თანამდებთან მათ ჩვენთან გამოშენუყანებ ჩვენ დასასწრებს არამედ გვიცენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. განიდევნოს ყოველი ბოროტი ამ სახლისაგან და ვერ დამკვიდრდეს საქმიდან უფალია ჩვენთან. Upalo Jezu Deochtisa შემიწყალენ ჩვენ. Upalo Jezu Deochtisa შემიწყალენ ჩვენ. Upalo Jezu Deochtisa შემიწყალენ ჩვენ. მოგმადლე ძალა და მადლი შენი უფალო გამოსავლის ჩვენ და მოგეცილება ვაკეთოთ სახლის შენი სახელით რამე თუ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი სამსა ჯერა. აკუთვნე სახლი წმინდა მირონით სახელით მამისათა და ძისათა სულისა წმინდისათა. ამინ. რათა ვერ დაიმკვიდრონ ბოროტებმა ვეცახილობთ, ვეცახილავთ ადგილი გამ თუ ფალიცას. Upalo Jezu Deochtisa მოგიტევენ ჩვენ. შეწოდებანი ჩვენი რამე თუ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი და ყოველი სიტყვა შენი ჭეშმარიტი არის. Am tu nათქვამია რომ დარავიან მოწმენები და მომართვა დასახმარებლად მოგეცით ძალა, მოგეცით უფლება უფალო ვაკეთოთ სახლის შენი სახელით და განიდევნოს ყოველი ბოროტი გარდოშინების ჩვენ მათი რამე თუ უფალი მოყოდა ჩვენ გვაძლიერებს ჩვენ მოგვიტოვებს ჩვენ და მოგვიძლიერებს გაჭირების შანსს. აკუთვნე სახლი მამის ძისა და სული წმინდის სახელით რამე თუ ვერაფერს ვერ დაიმკვიდროს ბოროტმა ადგილი და უფალმა დაიცვას ყოველი მათგანი უფალმა შეეძლოს ყოველ მათგანს და მისცეს მშვიდობა როგორც სასამოსში და ასევე
მაცხოვრებელთან ერთად. ამინ. აი, გასაშიფრება. მეგობრებო, წმინდა მირონის ხება დასრულებულია უკვე, წმინდა სახის კურთხევა, ასევე დასრულდა წყალკურთხევაც და უკვე თქვენ თვალით ნახეთ, ეხლა რა შეიძლება მოიტანა ყველაფერმა და ხანარი არა და სარკე რომელიც აქტიური იყო აბსოლუტურად ჩაწყნარდა. ხედავთ ხო კადრში? ჩანს? დაკარგა აქტიურობა. დაკარგა დამანგრეველი ენერგია, რასაც გამოსცემდა კურთხევამდე. ასე რომ ყურადღება მიაქცეთ ამ ფენომენს. კიდევ ერთხელ გადავიდეთ, მოდი. ხედავთ. ხო ხედავ შენ სანდრა? კი, მე ხედავ თქვენ. უყურეთ. აბსოლუტურად დაკარგა ყოველგვარი დამანგრეველი ენერგია. საერთოდ არაფერს აღარ უჩვენებს. ანუ ნახეთ ახლა რა მომენტია შეხედეთ. ალბათ ბევრ თქვენთაგანს აქვს კითხვა, რომ ნუ კურთხევა, ზეთისხება და მარტო სასულიეროებს გააჩნიათ ამის შესაძლებლობები. არავითარ შემთხვევაში მე რომ ის ვისაც რეალურად წამს უფლის, ხო, მის ხელში დაჭერილ ჯვარს ძალიან დიდი ძალა აქვს. პირდაპირ ვიძახი. მარტო ეს შემთხვევა კი არა, რომ თქვათ სარკის შემთხვევაში ჩამაფარება აღარ მოუწევთ უკვე, იმიტომ რომ ეს სარკი აბსოლუტურად უძლური გახდა, განიწმინდა წყალკურთხევით და უფლის სახელით, ასე რომ ხდება ესეთი მომენტებიც, მაგრამ საერთოდ ვიძახი საძირები და სარკები აუცილებლად გაიტანეთ, იმიტომ რომ თქვენ არ აქვთ საშუალება იმის, რომ სარკები შეამოწმოთ. მიმართავ იმ ადამიანებსაც, ვისაც გონია, რომ აიღებენ მარილს გახსნიან და სარკეს გაწმინდავენ, ამ დიდ სისულელეებს შეეშვით უკვე დრო არის. რატოა დრო? ეს არის მაგიური სისულელე, ცრუ, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი, წარმოდგენითი ბოდიში, ცრუ წარმოდგენითი წარმოსახვა და თითქოს და მარილით რაღაცები იწმინდა. მარილი გამოდგება იმისთვის, რომ გემონებით, ასე ვთქვათ, სხვა არაფერში და მათი ცრუ და უფლის საწინააღმდეგო მოქმედებები კითხავთ მაგ პროცესს მიმართავ. თუ კი ვინმე ჩვენ მიყურებს, მოგეკითხებათ. ძალიან მალე, იმიტომ რომ ბოლო ჟამი უკვე მოახლოებულია. ხოლო ის, ვისაც უფლის სწავს და ჯერა და საუბრობს უფალთან რეალურად, ხო? ლოცვით მოიხმობს უფალს. მათთვის ჯერ არაფერი დასრულებული. პირიქით, სწორედ ის საუკუნო განსასვენებელი ნეტარ არიან მოწმუნეები, ის სიტყვებია, ხო? რატო არიან? იმიტომ რომ ვისაც რწმენა, ის გადარჩება. პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით. ეხლა უკვე ყველაფერი დასრულებულია ამ სახლში, აბსოლუტურად ყველაფერი მორჩა, სახლი განიწმინდა, თუმცა იყო რა თქმა უნდა დაბინძურებები, მოდი ეგრე რა ვთქვათ პირდაპირ, პერიოდულად იყო რაღაცა მოძრაობა, რომელიც წამიერად იყო მერჩერდებოდა, თითქოს რაღაცა ძალა ამ სახლს უტრიალებდა გარშემო, პლუს საძინებელში, სადაც ქალბატონს ეხაძინავს საშინელი სიტუაცია იყო, ბავშვის ოთახშიც, რა თქმა უნდა, არ იყო კარგი მდგომარეობა და საერთო მონაცემებით ეს სახლი ნამდვილად აქტიური ზონა იყო, მაგრამ ეხლა უკვე ყველაფერი დასრულებულია და დაწყნარდა და საოცარი სიმშვიდეს უფერს. მადლობა უფალს, დიდება უფალს, ერთად აგვიოცოთ და გადაძლიეროთ, ხოლო ჩვენ პარანორმალი განვაგრძოთ უფასოდ და უსასყიდლოდ ხალხის დახმარებას და შეგიძლიათ თამამად მოგმართოთ, თუ კი რაიმე უხილავი ძალები, მითუმეტეს ბოროტ ძალებზე მაქვს საუბარი, გაწუხებთ და არ გაძლევთ ნორმალური ცხოვრების საშუალებას. მაგისთვის ვარსებობთ ჩვენ, როგორც მკვლევარები და პლუს ამას კიდე გადახმარებით იმაშიც, რომ სიმშვიდე მოიპოვოთ, ასე ვთქვათ, არ გეშინოთ არაფრის და იყოთ თამამად, აგეთოთ თქვენი სახე. ნახვამდის დროებით, ჩემთან ერთად იყო სანდრა, გადავუღებ სანდრასაც. სანდრა, კანალი მიდოძეთ. მოდით. კლასიკურ დროზე. მოწვალე მომეცეთ კანალი.
დღევანდელ დღეზე მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა მეგობრებო. და მადლობა უფალს ყველაფერთვის, თქვენ კი გქონდეთ ყოველთვის ჩვენი იმედი, უფლის იმედი. თუ დახმარება დაგჭირდათ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ და დროებით. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. კი ბატონო. დროებით და ჩვენი მოძებნა შეგიძლიათ YouTube გვერდიდანაც, თუმცა ერთობერები არა ვართ ნამდვილად, ეგ გვერდი იმიტომ დავუკეთეთ, რომ არქივის მასალები შევინახოთ, ასე ვთქვათ, კიდევ უნდა საშუალებას გვაძლევს და მოკლედ ახლა უკვე დრო არის და დავიმშვიდობოთ. ასე რომ დროებით მეგობრებო. Peace. მე თვითონ მშვიდობებით.